ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ამჯერად ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით. დღ, რომელიც დავით სარალიძის მეგობარი იყო, მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. არასრულწლოვანი ამ დროისთვის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. გაკეთდა შეფასებები პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, სადაც ამ პირის შესახებ არაერთხელ ისაუბრეს. გიორგი კობერიძე მუშაობს თემაზე და ახლა ღია ეთერში ჩავრთავთ მას. გიორგი, გისმენთ. დიახ, თავდაპირველად გეტყვით დაკავებული არასრულწლოვანის დღ-ს ოჯახის წევრების პოზიციაზე ისინი იმყოფებოდნენ პოლიციის სამმართველოსთან, როგორც ისინი ამბობენ, დღ-ს ხორავას საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტანციებისთვის არასდროს არ მიუწია განსხვავებული ჩვენებები და ისინი ფიქრობენ, რომ ის ინფორმაცია, რომელიც გამოძიებამ გაავრცელა ამ პირთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება გამოძიების ინფორმაციას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, დღ-მ თავდაპირველად გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს თავდაპირველად დავით სარალიძეს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად გჯ და მკ, ხოლო შემდეგ ეს ჩვენება სასამართლოში შეცვალა და თქვა, რომ მკ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ პირს დაკავებულ არასრულწლოვანს არ უთქვამს არასდროს, რომ ის შეხვდა დავით სარალიძის მამას და ასევე იმაზე, რომ ის ესაუბრა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ზაზა სარალიძეს. უდანაშაულობა ბავშვი არ აღიარებს და არც აღიარებს. არასრულწლოვანის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს განცხადებები გაკეთდა დავით სარალიძის მამის მხრიდან, ასევე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების და სახალხო დამცველის მხრიდანაც. ისინი მიუთითებენ, რომ ამ საქმეში არაერთი ცრუ ჩვენება არსებობს და ასევე ისინი საუბრობენ გამოძიების ხარვეზებზე, იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელიც მათი შეფასებით არ ჩატარდა და ვერ დადგის შედეგადაც ვერ დადგინდა ამ საქმეზე სრული ჭეშმარიტება. ადამიანი აქამდე პასუხისმგებაში მისაწემი იყო იმ ჩვენებებზე, რასაც თავიდანვე ეთხოვებოდა საგამოძიებო ჯგუფსა და სასამართლოს მოაწყვა სასამართლო პროცესზე, როდესაც კითხვა დაუშვეს მას ანუ შეხვდით თუ არა ინციდენტის შემდეგ ბატონ ზაზა სარალიძეს პირდაპირ უარყო რომ არ შეხვედრიო, როდესაც თელმა საქართველოს მიწოდა რომ შეხვდი ამ ბავშვებს. ჩვენებებზე ადრე შეიძლებოდა რომ ყოფილიყო საქმე აღძრული და ადრე შეიძლებოდა დაკავებული ყოფილიყო როგორც არასრულწლოვნები ისე სრულწლოვნები და ძალიან სამწუხაროა რომ აქამდე მოიყვანა ეს ამბავი შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ადრე არ გადადგა ეს სამართლებრივი ნაბიჯები, იმიტომ რომ მაშინ შეიძლება სულ სხვანაირად წასულიყო. რაც შეეხება კონკრეტული არასრულწლოვანი პირის დაკავებას ჩვენ გვყავდა გამოკითხვაზე, თუმცა აქ საქმე ეხება იმ ინფორმაციას, რომელი ინფორმაციაც საგამოძიებო ორგანოების ცნობით აღნიშნულმა პირმა მიაწოდა სასამართლოს. მოგეხსენებათ, რომ ცრუ ჩვენება მთლიანობაში ხელს უშლის მართლმსაჯულებას. დღეს მიმდინარე გამოძიება ცდილობს ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში იმ დაკვირვებით, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომ ის ხარვეზები, რაც შეიძლება გამოსწორდეს. რამდენად იქნება შესაძლებელი საბოლოო ჯამში ჩვენ დავადგინოთ მკვლელების ვინაობა, ამის პროგნოზირება რთულია, თუმცა ალბათ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვება, ან უფრო მეტი სიცხადის შემოტანა ალბათ შესაძლებელი იქნება თუ კი სწორად წარიმართება გამოძიება. ამ ცრუ ჩვენებებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის წევრების ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ასევე პროკურატურამ შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენონ. რაც შეეხება დაკავებულ დღ-ს, მას სავარაუდოდ ბრალს ხვალ წარუდგენენ. საქმის მასალების მიხედვით დღ იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს იქ ადგილზე და ასევე ის მონაწილეობდა 51 სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტშიც. მადლობა გიორგი, ეს გიორგი კობერიძე იყო.